მინდა გადავიდე ჩვენს შემდეგ სპიკერთან და მოვიწვიო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი. თამარ, მოგესალმებით. მოგესალმებით. აჭარის რეგიონი განსაკუთრებით აქტიური არის ზაფხულის სეზონზე და ალბათ ეს ზუსტად ის ძირითადი რეგიონი არის, სადაც დღეს შიდა ტურიზმის ამოქმედების შემდეგ ყველაზე იმედიანად ვართ და ვჯერა რომ მალევე აღდგება ტურისტული ბიზნესი განსაკუთრებით აჭარაში. მე მინდა გთხოვოთ რომ დღეს გაგვიზიაროთ თქვენი ხედვა ზოგადად ტურიზმის გამოწვევებზე პანდემიის პერიოდში. მოგვიყვეთ როგორ უმკლავდებოდა აჭარის ტურისტული სექტორი ეგრეთ წოდებულ ლოკდაუნის პერიოდს. მე ვიცი რომ ბევრი სასტუმრო აჭარაში იყო საკარანტინო სივრცეთ მოწყობილი. და გაგვიზიაროთ ასე თქვენი ხედვა რა როლს თამაშობს შიდა ტურიზმი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები ჩემს კოლეგებს, ტურიზმში ჩართულ ადამიანებს, რომლებსაც ყველას უკლებლივ ძალიან მძაფრად და მტკივნეულად აისახა COVID-19-ის თანაცხოვრება ჩვენთან, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევას, რა თქმა უნდა, ხნედ უნდა დავხდეთ და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ გადავატაროთ ეს რთული პერიოდი და უკეთესი მომავლის იმედით დავიწყოთ მზადება 2021 წლისათვის. თუმცა 2020 წელიც არ დასრულებულა და არის იმის პოტენციალიც რომ ეს წელი გამოვიყენოთ ძალიან კარგად შიდა ტურიზმის განსავითარებლად. თქვენ სწორად ახსენეთ, ის საკითხები, რაც ლოკდაუნის პერიოდს ეხებოდა, მთელი სიცხადით აისახა როგორც აჭარის ტურიზმის სექტორზე, ასევე ტურიზმის დეპარტამენტზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პირველივე დღიდანვე ჩართულები ვიყავით საკარანტინო ზონების მართვის პროცესში, ეს ხორციელდებოდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად და სხვადასხვა უწყებებთან ერთად. ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული და ეხლაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა არის გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რა პრინციპით მოხდა აღნიშნული სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად შერჩევა და როგორ ხდება მისი მენეჯმენტი. მინდა სიამაყით თქვა პირველ რიგში, რომ აი ეს პროექტი ჯანდაცვის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტი იქნა მიჩნეული. ეს არის ერთგვარი ფილტრი როგორც ადგილობრივი მოქალაქეების დაცვისთვის, ასევე იმ ადამიანების დაცვისთვის, რომლებიც სპეციალურად ასე ვთქვათ, ჩამოდიოდნენ სამშობლოში, საქართველოში, რომ აქ როგორც მოგეხსენებათ, სიტუაცია კონტროლირებადი იყო, შედარებით უკეთესი იყო და მათი ჯანმრთელობა აქ ისინი თვლიდნენ, რომ უფრო დაცული იქნებოდათ. საკარანტინო ზონებმა უზრუნველყო და მინიმუმამდე დაიყვანა კორონავირუსის სიმპტომების იმპორტის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში. ამ ეტაპისთვის აჭარის რეგიონში სულ საკარანტინო ზონა 80211 ადამიანმა გამოიყენა, აქედან 851 ადამიანი ეხლაც აგრძელებს კარანტინში ყოფნას, ხოლო 7300-ზე მეტი უკვე საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. როგორ ხდებოდა ეს 29 საკარანტინო სივრცის შერჩევა? პირველი და უმთავრესი ფაქტორი რაც იყო, ეს იყო სასტუმროს მდებარეობა. განთავსების ობიექტი და იმგვარად რომ ეს ყოფილიყო დასახლებულ პირველ ეტაპზე ეს იყო პირველი ასე ვთქვათ კრიტერიუმი რომ დასახლებულ პუნქტიდან მოშორებით ყოფილიყო. თუმცა მე როდესაც დაიწყო ინტენსიურად ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში, უკვე დარჩა იმის საჭიროება რომ შეგვერჩია ის სასტუმროებიც რომლებიც ქალაქში დასახლებულ ადგილას იმყოფებოდა, მაგრამ აქაც მკაცრი კრიტერიუმები იქნა შემოთავაზებული ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ეს იყო იმგვარად განაწილებული, რომ მეტნაკლებად განცალკევებით მდებარეობდა, ფანჯრები, აივნები და სხვადასხვა საერთო სივრცეები არ იყო მოსახლეობასთან ახლოს და იყო გარკვეული დისტანცია დაცული. მეორე კრიტერიუმი ეს გახლავთ სასტუმროს გამართული ინფრასტრუქტურა. იმიტომ რომ აუცილებელი იყო უსაფრთხოების ნორმების
არსებობა, ჰიგიენური პირობების დაცვა და სასტუმროს ნომერი არ უნდა ყოფილიყო პატარა, იმიტომ რომ ადამიანებს 14 დღის განმავლობაში უხდებოდათ ამ სივრცეში ყოფნა. აუცილებლად ნომერს უნდა ქონოდა ფანჯარა, რომელიც იხსნებოდა და ასევე აივანი და აივანი არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული მეორე აივანთან, ისე რომ ადამიანებს შეეძლოთ ერთმანეთთან გადასვლა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს გარკვეულწილად საფრთხის შემცვლელი იყო და ასევე უნდა გაკონტროლებულიყო სასტუმროს დერეფნები, სართულები, კიბის ბლოკები და ასე შემდეგ. გამართული სერვისი და მენეჯმენტი ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმები. 14 დღის განმავლობაში მყოფი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სერვისების შეთავაზება, მათ შორის სამჯერადი კვებით უზრუნველყოფა. ამას გარდა ნომერში მას უნდა დახვედრო და სხვადასხვა საშუალებები, რასაც ის მოიხმარდა, ეს იყო მაგალითად ჰიგიენური საშუალებები, თუნდაც შამპუნი, საპონი, სარეცხი საშუალებები, საწმენდი ტილოები, თუნდაც კბილის პასტა, ჯაგრისი, ერთჯერადი ჩუსტები, ანუ თერმომეტრი, ყველაფერი ის, რისთვისაც რაც მათ ყოფას კარანტინში უფრო კომფორტულს და უფრო იოლს გახდიდა. და რა თქმა უნდა, მარაგების ამოწურვის შემთხვევაში სასტუმრო ვალდებული იყო, რომ ეს ყველაფერი შეეվსო. უმთავრესი საკითხი რაც იყო გახლდათ ასევე ის, რომ პერსონალის მზაობა უნდა ყოფილიყო. არსებობდნენ სასტუმროები, რომელთა მენეჯმენტი გამოთქვამდა სურვილს, რომ ჩართული ყოფილიყო საკარანტინო სივრცეებში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალი გარკვეულწილად უარს ამბობდა ან ვერ ხერხდებოდა იმ რაოდენობის პერსონალის მობილიზება, რაც საჭირო იყო სივრცის სწორი მენეჯმენტისათვის, ჩვენ სამწუხაროდ უარს ვამბობდით ამ სასტუმროების ამ პროგრამაში ჩართვაზე. იმიტომ რომ პერსონალი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი როლი და სიამაყით გვინდა ვთქვათ, რომ პერსონალის შიდა გადაცემა არ დაფიქსირებულა ამ პერიოდის განმავლობაში და თვლით, რომ ის ზომები და ის ტრეინინგები, რომელიც პერსონალს ჩაუტარდა ჯანდაცვის საკომპეტენტური ორგანოების მიერ, სრულად იქნა დაცული და უსაფრთხოების ნორმები ჩვენმა სასტუმროს წარმომადგენლებმა 100%-ით შეასრულეს. და ბოლოს ეს რა თქმა უნდა გახლდათ და არის ძალიან კარგი გამოცდილება, რაც ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პოსტ-კორონას პერიოდშიც და ეხლაც, როდესაც ჩვენ ველოდებით როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს 1 ივლისიდან ამ პროცესს კიდევ უფრო გააიოლებს და ის გამოცდილება, რომელიც ამ სასტუმროს თანამშრომლებს დაუგროვდა, ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც ტრეინინგებს ჩაუტარებთ სხვა სასტუმროებს, რომელსაც მსგავსი ტიპის გამოცდილება არ აქვს და პირველი პირებიდან მოისმენენ ეს ადამიანები იმ გამოცდილებას და გაიზიარებენ იმ გამოცდილებას, რომელიც მსგავს სიტუაციაში სასტუმროს მენეჯმენტისთვის არის აუცილებელი. ასევე ძალიან ბევრი საუბრები იყო და არის კიდევაც იმასთან დაკავშირებით, თუ რატო პატარა სასტუმროების ჩართვა პროექტში. მინდა გითხრათ, რომ პატარა სასტუმროებისგან იყო განაცხადები მიღებული, მაგრამ როდესაც ჩვენ დავთვალეთ ადამიანური რესურსების სწორად, აღმოჩნდა, რომ 10 ნომრიან სასტუმროსა და 40 ნომრიან სასტუმროს ერთი მოცულობის ადამიანური რესურსი ჭირდებოდა სამართავად. შესაბამისად, ხარჯი პატარა სასტუმროს შემთხვევაში უფრო მეტი იყო, იმიტომ რომ მას ჭირდებოდა ეპიდემიოლოგი, დაცვა და სხვა ლოჯისტიკური საშუალებები, ხოლო 10 ნომრიან სასტუმროში მაქსიმუმ 20 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და იგივე ადამიანურ რესურსს ჩვენ შეგვეძლო 80 და მეტი ნომრიანი სასტუმრო გვემართა. აქედან გამომდინარე, ეფექტურობის კუთხითაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, უკვე გითხარი, მთავარი პრიორიტეტი რაც იყო, ეს იყო მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგების და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული გათვალისწინება და ამასთანავე საკარანტინო სივრცეების მართვისთვის ადამიანური და ფინანსური
რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება ტიპებიდან გამომდინარე შერჩეული იქნა 29 სასტუმრო. ეს გახლდათ მთელი ის პროცესი ციფრებში და ესე ვთქვათ მოკლედ გადმოცემული, მაგრამ ამას ამჯერად 24 საათიან რეჟიმში დღესაც ვახორციელებთ, იმიტომ რომ ჩვენი ტელეფონის ნომრები ხვდება ადგილზე ნომრებში ადამიანებს, რომლებიც საკარანტინო სივრცეებში განთავსდებიან და სასტუმროს მენეჯმენტთან, ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურიზმის დეპარტამენტთან და კიდევ სხვა ბევრ ორგანოსთან ერთად 24 საათიან კონტაქტზე ვართ მათთან, იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ გარკვეული ტიპის საჭიროები, გარკვეული ტიპის შეკითხვები და მათ ჭირდება მოგვარება და პასუხის გაცემა. ეს რაც შეეხება საკარანტინო ზონებს და სიამოვნებით უპასუხებ კითხვებს, თუ კი მსგავსი იქნება. ეხლა რაც შეეხება სიტუაციას, თუ რა უნდა ველოდოთ და რა იყო და რას უნდა ველოდოთ ჩვენ 2020 წელს. დავიწყებ ასე თქვა ნოსტალგიურად, იმიტომ რომ 2019 წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წელი იყო ბათუმისთვის, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ კარგი ესე ვთქვათ სტარტი ჰქონდა. ბათუმმა მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო World Travel Awards-ზე და გახდა 2019 წლის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება. ეს ერთგვარი ტურიზმის ოსკარი არის და ერთად ჩვენ ძალიან ვამაყობთ. და ყოველივე აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან წარმატებულ წელს ველოდებოდით, იმიტომ რომ თუნდაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვის მიუხედავად 2019 წელი პოზიტიურად +3.7%-ით დავასრულეთ. მატება იყო აეროპორტების მიმართულებითაც, ბათუმის აეროპორტმა 7.9%-ით მეტ ასე ვთქვათ ვიზიტორს უმასპინძლა 2019 წელს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ რუსეთიდან ფრენების აკრძალვის მიუხედავად მაინც პოზიტიური დინამიკით დასრულდა და ჯამში 24 მიმართულებაზე სრულდებოდა ბათუმის აეროპორტიდან რეისები. საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის დინამიკა ნარჩუნდებოდა ისეთი ევროპული ახალი ტურისტული ბაზრებიდან, როგორც არის გერმანია, მაგალითად 27%-ზე მეტი იყო ამ ქვეყნიდან ვიზიტორები და ბალტიის ქვეყნები, რომელიც ესტონეთიდან მაგალითად 67%, ლიტვიდან თითქმის 60%, ლატვიიდან 100%-ზე მეტი ზარდი დინამიკით ხორციელდებოდა. ასევე დათვლადი იყო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების და ეკოტურიზმის კუთხით დაინტერესებულთა დინამიკაც, იმიტომ რომ სამთო ეკო და სოფლად არსებული ტურისტულ მარშრუტებზე ვიზიტების რაოდენობა 94%-ით იყო გაზრდილი, რაც 218,000-ზე მეტ ვიზიტს გულისხმობდა. ეს გახლდათ ქობულეთის შემთხვევაში 127%, ხელვაჩაურის 93%, ქედის შუახევის 30 და ხულოს თითქმის 60%-ამდე იყო მატება. ყველა ამ ციფრებიდან გამომდინარე სასწაული წელი უნდა გქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვიცით რაც მოხდა. საერთაშორისო ამბები მე ვთქვი, ეს იყო World Travel Awards-ის ჯილდო, მაგრამ Airbnb-მ ბათუმი 2019 წლის 19 ტრენდულ ქალაქს შორის დაასახელა, New York Times-მა 52 ტრენდულ ადგილად, რომელიც უნდა მოინახულოთ და ჩვენ სხვადასხვა მედია პლატფორმებზე, უბრალოდ სახელებს ჩამოვთვლი საერთო საბეჭდილების შესაქმნელად, ვახორციელებდით სარეკლამო კამპანიებს, ეს იყო Euronews, BBC, Deutsche Welle, National Geographic, Travel Channel-ი, ვიზიარის ჩასხდომის ბარათები 3 მილიონი ვიზიარის ჩასხდომის ბარათი დაიბეჭდა, დაბრენდილი იყო ბათუმი და Expedia.com-ზე ასევე განთავსებული იყო ჩვენი რეკლამები, ასევე Vogue, Forbes, Cosmopolitan, Travel Emerging Europe და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმი გახლავთ მწვანე ზონა, უკვე 40 დღეა არ დაფიქსირებულა COVID ინფექცია, რაც ძალიან სასიხარულოა და ასევე ეს ფაქტიც, რომ ბათუმი და ზოგადად აჭარა და საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ძალიან ბევრმა მედია საშუალებამ აიტაცა და როგორც European Best Destination-ის ჩამონათვალში 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულება თბილისთან ერთად ბათუმიც მოხდა,
რაც ძალიან სასიხარულოა და ასევე 10 ქვეყნის 40-მდე ონლაინ გამოცემას წერდა ჩვენ შესახებ და ესეც ერთგვარად საერთაშორისო პრესა ერთგვარად დაინტერესდა აჭარაში არსებული და საქართველოში არსებული სიტუაციით. შიდა ტურიზმის მიმართულებით ჩვენ სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ და რა თქმა უნდა ეს შემოსავლები რაც საერთაშორისო ტურიზმიდან ქონდა ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ შიდა ტურიზმით, მაგრამ პოტენციალი ამისა ნამდვილად არსებობს. საქსტატის მონაცემებით, რომელიც 2019 წლის მესამე კვარტალს გულისხმობს 235 მილიონი ლარი შემოვიდა შიდა ტურიზმიდან, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 22%-ზე მეტით გაზრდილია. ეს რა თქმა უნდა იმედისმომცემი ციფრია და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წელს ადამიანები საზღვარგარეთ ვეღარ გადიან და ასე ვთქვათ, კარგი გაგებით იძულებულები არიან, რომ ქვეყნის შიგნით იმოგზაურონ და ზაფხულის სეზონი ეს რა თქმა უნდა ზღვას და ზღვაზე დასვენებასაც გულისხმობს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბათუმი ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქნება მათი ასე ვთქვათ არჩევანის დროს. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტებისას ჩვენმა მოქალაქეებმა 127 მილიონზე მეტი ლარი დახარჯეს. ესეც ასე ვთქვათ გარკვეული მაჩვენებელია იმისა, რომ პოტენციალი იმისა, რომ ადამიანებმა ქვეყნის შიგნით იმოგზაურონ და თან დახარჯონ გარკვეული ტიპის რაოდენობის თანხა აქაც არის. მაგრამ ყველაფერი ეს ვთქვათ უნისონში, რადგან აქ ჩამოსულ ადამიანებს, რომლებიც უკვე უფრთხილდებიან იმ დანაზოგს, რომელიც მათ გააჩნიათ, უნდა შევთავაზოთ სწორი პროდუქტები, სწორი სერვისები, რომ მათი კმაყოფილების დონე იყოს შესაბამისი. დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც გულისხმობს კმაყოფილების კვლევასაც შიდა ტურიზმის მიმართებაში და აღსანიშნავია, რომ 55%-ზე მეტი კმაყოფილია და დაახლოებით 20%-ზე მეტი ძალიან კმაყოფილია შიდა ტურიზმის მომსახურებით. ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, მაგრამ დადებითი დინამიკა აქაც ნამდვილად შეიმჩნევა. ეხლა რას აკეთებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იმისათვის, რომ შექმნას სხვადასხვა მიზიდულობის ცენტრები, იმისათვის, რომ აჭარა მართლაც მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილად გადაიქცეს ამ შემთხვევაში წელს შიდა ტურიზმის მიმართულებით. დავიწყებ სერვისებით და გიდების თემატიკით, რომელიც საკმაოდ ესეთი მტკივნეული არის ტურიზმის სექტორისათვის და გამოწვევებით სავსე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გიდები ძირითადად ორიენტირებულნი იყვნენ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და მათთვის ჰქონდათ ესე ვთქვათ განკუთვნილი ის სერვისები, რომელიც მათ აქვთ. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ სახელმძღვანელოების შექმნა. პირველი ეს გახლავთ გიდის პროფესიის სახელმძღვანელო, მეორე შარშან გავაკეთეთ ღვინის გიდის სახელმძღვანელო და წელს უკვე დავიწყეთ მუშაობა და გიდების ჯგუფთან ერთად მუშაობთ ქალაქ ბათუმის თემატურ ტურებზე და ქობულეთის თემატურ ტურებზე. ეს იქნება სახელმძღვანელო, რომელიც თავს მოუყრის სხვადასხვა მარშრუტს თავისი ფოტოთი, საინფორმაციო ნაწილით, ამასთანავე დაიბეჭდება ცალკეც და სახელმძღვანელოში შევა თითოეული მარშრუტისათვის და გიდებს ასევე ჩვენ ვთავაზობთ ხარისხის ნიშანსაც, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის წინ საპილოტო პროექტი ჩავუშვით, მაგრამ ეხლა როდესაც ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადი გააკეთა ამ ტიპის პროექტზე, უკვე ჩვენ ჩავერთეთ სამუშაო პროცესში და ეს გახლავთ რეკომენდებული გიდის სტატუსი და აქ ჩვენ დავყავით როგორც დამწყები გიდებისათვის მოსამზადებელი კურსები, რომელიც დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე ბაზარზე არსებული უკვე პროფესიონალი გიდებისათვის ერთგვარი ხარისხის ნიშნის მინიჭებას, ეს გახლავთ მთიანი აჭარის მიმართულების გიდი, დაცული ტერიტორიების გიდი, ქალაქის გიდი და ასევე ღვინის თემატიკის გიდი. აი ამ 4 მიმართულებაზე ჩვენ ვთავაზობთ როგორც სატრეინინგო პროგრამას, ასევე მარკეტინგ
გულ აქტივობ, იმიტომ რომ მომზადდება სპეციალური ვებგვერდი, სადაც გიდების პორტფოლიო იქნება განთავსებული და ყველა ის, ასე ვთქვათ, გაცხადებული პრიორიტეტები, რაც გიდებისთვის იქნა შემუშავებული, ეკონომიკის სამინისტრომ გააჟღერა და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ჩვენთანაც იგივე იქნება გადმოტანილი და რა თქმა უნდა, აჭარის შემთხვევაში კიდევ დაემატება ბენეფიტები. ამას გარდა სერვისების კუთხით ტრენინგები გრძელდება, ჩვენ გვაქვს პროექტი იდუმალი სტუმარი, რომელიც ასე ვთქვათ ზომავს სერვისის ხარისხს ჩვენს რეგიონში. შარშანა ეს იყო 200-მდე ტურისტული ობიექტი, როგორც განთავსების, ასევე კვების ობიექტები მთელი აჭარის მასშტაბით და ეს არ იყო მხოლოდ ბათუმი და ქობულეთი და შავიზღვისპირეთი, ეს იყო მთიანი აჭარაც. და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე იგეგმება ყველა ის სატრენინგო პროცესი, რომელიც საჭირო არის რომ სექტორს ჰქონდეს და ჩვენ სპეციალური პროექტი ტურიზმის განვითარების სკოლა, სადაც თავს იყრის ყველა ის საგანმანათლებლო პროექტი, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს. ტურიზმის დეპარტამენტს აქვს სააგენტო, თავის დაფუძნებული სააგენტო, რომელიც იწოდება როგორც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო და ეს სააგენტო, ასე ვთქვათ, პასუხისგებელია ყველა იმ აქტივობებზე, რაც მთის და მთიანი ნაწილის ტურისტული პროდუქტების განვითარებას გულისხმობს, ასევე ჩვენ მართავთ საინფორმაციო ცენტრებს, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში არის განთავსებული და ის ფესტივალები, რომელიც ჩვენთან ტარდებოდა, ეს იყო ზაფხულის ფესტივალი, გადამფრენმლების ფესტივალი, სოფლის ტურიზმის ფესტივალი და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, აი ამ ფესტივალებს და კიდევ სხვა პატარა ფესტივალებს უწევდით ორგანიზებას აღნიშნული სააგენტოს მიხედვით. თუმცა ეხლა კოვიდთან თანაცხოვრების პროცესში ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, მეორე ხარისხოვანი გახდა და ძირითადად უკვე გადავერთეთ ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე მთიან ნაწილში, ყველა რესურსი გადასროლილია იქეთ და რამდენიმე ახალი პროექტი გვაქვს. პირველი ეს გახლავთ უკვე დაწყებული და ძალიან მალე დასრულდება ხულოს მუნიციპალიტეტში ხიხანის ციხეზე ასასვლელი თითქმის 1 კილომეტრიანი ბილიკის კეთილმოწყობა, რომ იქ ასვლა იყოს უსაფრთხო. ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შეიქმნება სხვადასხვა საინტერესო მარშრუტები, 15 უკვე არსებული მარშრუტია, რომელიც სრულად არის განიშნულიანებული, მაგრამ მიდის კვლევა კიდევ რამდენიმეზე. ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა მიმდინარეობს და უკვე აი აქ 4 ახალი ტურისტული მარშრუტი დაიგეგმა. მომზადდა ქობულეთის სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა და აქაც სწორად ორი მარშრუტის მარკირების პროექტი არის დაწყებული. უჩხოში, რომელიც ასევე ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ჩატარდა კანიონინგისა და ჩანჩქერებზე დაშვების ბილიკების მოწყობა და ეს პროცესიც მიმდინარე არის. ამას გარდა ძალიან საინტერესო პროექტს განხორციელდა ეს გახლავთ ჩირუხის მთა, ხიხანის ციხე, გოდერძის უღელტეხილის ალპური მარშრუტის მარკირება, შეიქმნა რუკა, დამონტაჟდა მანიშნებლები და უკვე სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს აი ეს მიმართულებაც უმასპინძლებს. უნიკალური მარშრუტია, აკავშირებს 2 მუნიციპალიტეტს თავისი ალპური ზონით, ულამაზესი ხედებით, ველური ტბებით და ავთენტური დასახლებებით და რაც ყველას მოგწოდებს და გირჩევთ, რომ აი ამ ულამაზეს კუთხეს ეწვიოთ. ასევე მზადდება პროექტი გონიოს არქიპარიათის მიმართულებით ლაზური თემატიკის ტურისტული პროდუქტის შექმნისთვის და ეს პროდუქტიც ვფიქრობთ, რომ აგვისტო-სექტემბრისთვის უკვე მზად იქნება. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი სურვილი გვაქვს. ხულოს მუნიციპალიტეტში ასევე არსებული ნამარხი ტყეების და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიული შესწავლის კუთხით დაგეგმილი არის კვლევა. ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა უკვე შექმნილია და მიმდინარეობს ამ გეგმის მიხედვით სამუშაოები. მწვანე ტბა ალბათ ყველა მიცით და აი ამ მწვანე ტბის გარშემო მოეწყო ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე ადგილები და გადასახედი ადგილები, შესაბამისად ეს
ადგილიც ეს ლოკაციაც უკვე ტურისტების განკარგულებაშია. განახლდა ბათუმის ფასტაკლების ბარათი ბათუმი ქარდი, რომელიც აერთიანებს 60-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს და გარკვეული ფასტაკლებებიც აი ამ ბარათის საშუალებით ექნება ვიზიტორებს. ასევე ძალიან ბევრი პროექტებია, მე აღარ ჩამოვთვლი ამათ დაწვრილებით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ბათუმი აჭარა მზად არის შიდა ტურისტებს უმასპინძლოს მიიღოს ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს იმ რეგულაციების დანერგვა და იმ რეგულაციების მიხედვით მუშაობა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული, თითქმის 30-ზე მეტი სასტუმრო უკვე, ესე ვთქვათ, ოფიციალურად ნებადართულია, რომ უმასპინძლოს სტუმრებს, მაგრამ პროცესი ძალიან დინამიურად იცვლება და დარეგისტრირებული, რა თქმა უნდა, 30-ზე მეტია და ასევე მიმდინარეობს კვების ობიექტების შემოწმებაც, ინტენსიური შემოწმებას და სანამ აქ შემოვიდოდი, მითხრეს, რომ რამდენიმე ობიექტი დაჯარიმდა კიდეც იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდათ დაცული ის კრიტერიუმები, რაც შემოთავაზებული იყო. ყველაფერი ეს ჯამში, ასე ვთქვათ, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ აჭარა მზადა ვართ უმასპინძლოთ შიდა ტურისტებს და არა მარტო შიდა ტურისტებს, ის გამოცდილება, რაც ჩვენ დაგვიგროვდა კარანტინის ზონებიდან, ის გამოცდილება, რაც ჩვენ დაგვიგროვდა წინა წლებში, თუ რა სახის ტურისტული პროდუქტები მოწონს ჩვენ შიდა ვიზიტორებს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს სეზონი არც ისეთი დრამატული იქნება აჭარის ტურიზმისთვის და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორმე გადავაგოროთ ეს წელი ნაკლები დანაკარგებით და ნაკლები, ესე ვთქვათ, საფრთხეებით და ყველას უსურვებ ჯანმრთელობას და ყველას უსურვებ იმ მთავარი პრინციპის დაცვას, რასაც სოციალური დისტანცირება ქვია, მაგრამ ამ სოციალური დისტანცირების პროცესში ტურიზმის კუთხით აქტივობასაც. დიდი მადლობა. თამარ, დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის, ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო და მე იმედი მაქვს, რომ ის მოლოდინი, რაც ჩვენ ყველას გვაქვს, რომ ტურიზმი ძალიან მალე აღდგება, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდი არის და აჭარაში ალბათ ყველაზე სწრაფად მოხდება ეს, მალევე შესრულდება ჩვენი ყველას მოლოდინი, იმიტომ წარმატება მინდა გისურვო, ძალიან დიდი მადლობა ესეთი ამოწურავი პრეზენტაციისთვის. მე სამწუხაროდ ვერ ხედავ კითხვებს და მეგობრებო, თუ ვინ კითხვები თამართან, ძალიან გთხოვთ, რომ unmute გაუკეთოთ თქვენს მიკროფონს და დაუსვათ პირდაპირ. მანამდე რაც დავინახე კითხვები იყო, რომ თუ გაქვთ ესეთი ინფორმაცია, ნომრებს შორის ხის ტიხრით არის აივნები ერთმანეთისგან გამოყოფილი და რამდენად მოეთხოვება ასეთ ტიპის სასტუმროებს, რომ ნომერ გამოშვებით გამოიყენონ. ნომერ გამოშვებით გამოიყენონ სასტუმრო, თუ შეუძლიათ, რომ ასეთი შეურვების ფონზე ჩვეულებრივად ამუშავონ სასტუმრო საკარანტინო სივრცედ. როგორც მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არის რეკომენდაციები. ყველაფრის შესრულების შემდეგ ხდება დარეგისტრირება, რომ სასტუმრო უკვე მზად არის იმისათვის, რომ უმასპინძლოს სტუმრებს და შესაბამისად შემდეგ უკავშირდებიან, მოდიან შემოწმებაზე და თუ კი ყველაფერი რიგზეა, აძლევენ ნებართვას ან აძლევენ დროს, რომ აღნიშნული, ესე ვთქვათ, შეუსაბამობა იქნას გამოსწორებული. მე ქალბატონ ესმას ურჩევდი, რომ მიმართოს აღნიშნულ სამსახურს და ისინი ზუსტად სწორად ეტყვიან, რა და როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული. მე ხა უბრალოდ რომ ვთქვა ამის შესახებ, არა ვარ კომპეტენტური, არა ვარ, ესე ვთქვათ, ეპიდემიოლოგი და ასე ვთქვათ, ამ თემის სამედიცინო კუთხით ექსპერტი, აქედან გამომდინარე თავ შევიკავებდი. მადლობა თამარ. ზოგადად რა სიტუაცია დღევანდელი მდგომარეობით? რაღაც ძალიან ცხელა, გავსებულია. ძალიან ცხელა, ხალხი აქტიურად გადის პლაჟზე და სხვა შორის ძალიან შიდა ტურიზმის ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ კულინარიული თემების წინ წამოწევას და ჩვენ ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, გახლავთ ლაზური სამზარეულო და მისი პოპულარიზაცია, რაც თევზის თემასთან არის უფრო დაკავშირებული. ქობულეთური სამზარეულო, რადგან ეს არის გარკვეულწილად
საკმაოდ ამოუცნობი და ჯერ კიდევ უცნობი, ესე ვთქვათ, თემები და მაღალმთიანი აჭარის სამზარეულო. ეს ყველაფერი სამი მიმართულება, კულინარიული მიმართულება, რითაც აჭარა მდიდარია. ვფიქრობთ, აი ამ სამი, ესე ვთქვათ, კულინარიული ხაზის განვითარებას იქიდან გამომდინარე, რომ აჭარა და კულინარია ყოველთვის აჭარულ ხაჭაპურთან ასოცირდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიხარია ეს, მაგრამ კიდევ გვაქვს სხვა ბევრი მარგალიტი, რითაც შეიძლება ვიამაყოთ და რითაც შეიძლება ბევრმა ქართველმა იამაყოს. ამიტომ საჭიროა, რომ ის გავაცნოთ ყველას. ძალიან კარგი, მე მჯერა რომ ყველაფერ სულს აქვს თავისი დადებითი მხარე, ამიტომ სავარაუდოდ ზუსტად ეს ის შემთხვევა არის, როდესაც ჩვენ თვითონ საკუთარი თავისთვის აჭარას აღმოვაჩენთ როგორც არა საზღვაო და სანაპიროს მიმართულებას, არამედ ძალიან საინტერესო ტურისტულ მიმართულებად, რომელსაც ბევრად უფრო მეტი შეუძლია რომ შემოგთავაზოს თუნდაც ჩვენ როგორც შიდა ტურისტებს, ასევე რა თქმა უნდა, გარე ტურისტებს. ბევრი საინტერესო პროდუქტი გააჩნია აჭარას ნამდვილად და ზუსტად ეს ის დრო არის, როდესაც შეგვიძლია მე მგონი ძალიან კარგად გამოვიყენოთ და შევისწავლოთ ის. რაც მთავარია, მიუხედავად კოვიდისა, ახალი სასტუმროები განაგრძობენ გახსნას და სულ მალე პირველი გახსნა იყო ლემერიდიანის, მაგრამ ესე ვთქვათ, პირველი სტუმრების მისაღებად ისინიც მზად არიან უკვე და რაც საერთაშორისო ბრენდი, როდესაც ამ რთულ პერიოდში და არა მარტო ლემერიდიანი, კიდევ სხვები აპირებენ რომ გაიხსნან, ძალიან გვიხარია და გვაძლევს იმედს, რომ სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან კარგი, ასევე